გთხოვთ მიეგებოთ შესანიშნავ სამეულს ჩვენი უმშვენიერესი წამყვანები თიკა ფაცაცია თაკო ჩორგოლაშვილი მარიამ სანოგო მოგესალმებით საქართველო რუსთავი არის ეთერში თქვენ უყურებთ სუპერ მეგა შოუს საქართველოს ხმა თუ გიყვართ ქართული სიმღერა ეს შოუ ზუსტად თქვენთვისაა რადგან აქ მღერიან ნამდვილად ქართულად ჩვენ კი რა თქმა უნდა შევეცდებით ერთად ვიპოვოთ ის განსაკუთრებული ხმა რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს საქართველოს ხმა გავიწვეთ რომ გამარჯვებულს ტიტულთან ერთად გადაეცემა საოცარი პრიზი. ბინა. ახლა კი უკვე დროა წარმოგიდგინოთ ჩვენი ძალიან კომპეტენტური ჟიური, რომელსაც არ გამოეპარება არც ერთი არასწორი ბგერა და რა თქმა უნდა არ გამოეპარება ნამდვილი ხმა. მაშასე მუსიკოსი დავით ფორჩხიძე. მომღერალი და ურსას სოლისტი გიორგი ძოძანიძე კომპოზიტორი რუსა მარჩილაძე მაშასე საქართველოს ხმის მესამე კასტინგს გახსილად ვაცხადე მარიამ ერქომაიშვილი 17 წლის თბილისიდან. ვარ ერქომაიშვილების დიდი გვარის წარმომადგენელი, რასაც ქვია დიდი ანზორ ერქომაიშვილის ნათესაობა. ანზორი მეკუთვნის ბიძად. მე ვარ ლადიკო ერქომაიშვილის შთამომავალი. ანზორი ბიძა იყო ბატონი არტემ ერქომაიშვილის შთამომავალი. და არტემი და ლადიკო იყვნენ ძმები. მქონდა ბედნიერება, რომ მასთან ყოფილიყავი სახლში ყოველთვის თითქმის და ყოველი მასთან სტუმრობა იყო ძალიან დიდი ზეიმი. თავისი ჯდომა ჰქონდა ესე ხელებს გადააჯვარებდნენ და ფეხზე გადადებული ჰქონდა და აი ყოველთვის ეგრე მისმენდა ხოლმე. ბატონი ანზორი დაждდებოდა ფორტეპიანოსთან რაღაც სიმღერებს მიკრავდა ისეთ საბავშვო სიმღერებს და ზოგჯერ რაღაცებს მისწორებდა ხოლმე. მე მის გვერდში დგომას ყოველ გამოსვლაზე ვგრძნობდა. ზუსტად ვიცი რომ ამ გამოსვლის დროსაც ჩემთან იქნება. მარიამ ერქომაიშვილი მოგესალმებით მარიამ ერქომაიშვილი 17 წლის. მარიამ, რას გვიმღერებ? გია ყანჩელის ქარი ქრის. ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის, ფოთლები მიქრის. ძალიან პატარა არის სიმღერის ასემღერისთვის. მეცვიტი რა ხეთარიქს ხეთაჯარს გალათრის ტემბრია კაი სასიამოვნო სასახოცი გვიდაშკარა მე და დედა დაიარა და შემოძვრა ვერ გპოვე ვერასდროს შორიცა ნისლია
ფიქრებს ჩვენს გვარს და სიმღერას ერთად რო ვახსენებ ერთი ყველა ქართველისთვის საყვარელი ადამიანის სახელი და გვარი მახსენდება ანზორ ერქომაიშვილის სახელი და გვარი. რამე კავშირში ხარ? მართლა დათესავები ხაბუა და ჩემეგლის ბაბუა ძმები იყვნენ და ანზორმა ჩამოგვიყვანა ესპანეთიდან. ძალიან შემთხვევით ნათესავი ხო არ იყო შენი? დიახ, ანზორი ბიძია, ბიძად მეკუთვნის ბიძაშვილიშვილები ვართ. კი ბატონო. საიდან მოდის, ხედა? მე მინდა გითხრა, რომ ნამდვილი ერქომაიშვილი. თურმესი მადლობა. მარიამ, ხშირად ვფიქრობ ხოლმე რა არის ნიჭიერება და აი საუბრობდით ჩვენ და ნიჭიერება ნაწილობრივ გენეტიკაა. კი. შენ რო არ იყო ესეთი უფრო გასაკვირი იქნებოდა. 17 წლის ესე რომ ღერი ხარ, 37 წლის როგორ იმღერე? მადლობა დიდი. აი კლასიკური შესრულება იყო, სადაც არ ხდება ზედმეტები. სადაც ზუსტად ის უნდა შეასრულო, რაც საჭიროა. ძალიან მაგრად გამოგივიდა ეს და ეს ძალიან ბუნებრივად გააკეთე. ძალიან ლამაზი ტემბრი გაქვს. და ხმა გაქვს ხო, და ტემბრი გაქვს. სიამოვნება მოგვანიჭე ნამდვილად. დიდი მადლობა. ჩემგან კი. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ჩემგანაც გაქვს კი. მარიამ, მე ვფიქრობ, რომ ისეთი მაგარი სამი კი გაქვს, რომ აი აღარ უნდა ინერვიულო არაფერს. ძალიან დიდი მადლობა. Bravo. ვერ დავთუნე ესე, ვერ დავთუნე. არა, ეს ჯერ არა, ჯერ. Here comes the sun. მე ვარ ნუცა მრევლიშვილი, 29 წლის, ცხეთიდან. სიმღერა ჩემთვის ყველაფერია. აი დაახლოებით, როცა მეტყველება დავიწყე, იმასაკიდან დავიწყე სიმღერაც და დღემდე ასე მოვდივარ სიმღერასთან ერთად. 8 წლის ასაკში დედა მიმიყვანა გალობის წრეზე სვეტიცხოველში, სადაც გავიცანი ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც დღეს არის უკვე ჩემი მეუღლე. ჩვენი ოჯახი არის 8 წლის. ჯერ ვიყავით მე და გიორგი, შემდეგ შემოგვემატა ლიზა და შემდეგ ალექსანდრე. საგუნდო მუსიკა დღესდღეობით ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო სვეტიცხოველი, სადაც ბავშვობიდან ვგალობ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია და ძალიან მიყვარს. იმის გათვალისწინებით, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთად მოღვაწეობთ ამ სფეროში და გიორგი აკომპანიმენტს მიკეთებს ხოლმე, დღესაც რა თქმა უნდა საქართველოს ხმაში სხვას ვერ ვანთე ნამდვილად აკომპანიმენტი და ჩემი მეუღლე წამოვიყვანა, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლოა საქართველოს ხმა მიწევს ქართული სიმღერების შესრულება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ გიორგი დღეს ჩემს გვერდით ყოფილიყო. ნუცა მრევლიშვილი. მოგესალმებით. ვიხართ ერთმანეთის დაგვეცანი. ჩვენ მეუღლეები ვართ ერთმანეთის. ასიამონოა. ხო შეგვისრულო.
ჭრებს მწუხრი შემოპარვია დუმარეთ სიხარ ნეტავრას დარდო გამიღიმე კარგო მე შენთან არასდროს ელი არ მომიყერი ამიცქირე და მიცქირე მე შენთან არასდროს ამგვარად არ მიმყერი ამისმინე და მისმინე და რაც გინდა სევდა და ოხრა რაც გინდა შეთაყოფნა ხომ იცი რომ სიცოცხლეს დამზეს მირჩენია ასე სიმღერებით მასე მე ხომი ავივარ შენი აი ქვევითა კაია ზევითა ალერსი ვარ შენი სამი კი არ არის ხო ზანე მიტი ძალიან დამაბნი არ ვიცი რა უნდა ვთქვა ხანდახან მომწონდა ხანდახან არ მომწონდა ზუსტად რაღაც ეშმაკურად აფალცეტებდი აი ნუ აღარ დამიტოვა სათქმელი რა კარგი გოგო ხარ კარგი ქმარიც გყავს არ შემიძლია რომ არ დაკეთახოთ თქვენი დუეტი შეიძლება იყოს უფრო საინტერესო სხვა სიმღერა უფრო პოპულარული უფრო სახალხო დამიჯერეთ რა რაც რუსამ თქვა ის ფალცეტი ანუ ის ნახევრად ხმა ხო ის მიქსი ხო ის თითქოს სხვა ჟანრიდან იყო აი ვოკალური რა ჩაგვიტარეთ ხო მომავალ ეს იცი არის ესეთი გამოთქვა სხვა ოპერიდან აი ცოტა სხვადასხვა ოპერიდან იყო ის რეგისტრი და ეს რეგისტრი რა ნუცა რატომ გამოიწვია გაინტერესებს ამდენი აღელვება ამ ჩვენი ჟიურის წევრების იმიტომ რომ ძალიან მაგარი ნამღერი იყო ჩემი აზრით. ხო, ნუ მადლობა. აკომპანირება ძალიან კარგი იყო, ძალიან მომეწონა, ისეთი ძალიან ასე ვთქვათ, თავმდაბლური, მოგცა საშუალება რომ წარმოგეჩინა შენი შესაძლებლობა. ძალიან თავდაჯერებული იყავი, ჩემო კარგო. როგორც თევზი ცურავს აი სიმღერაში, ისეც ურავდი, ძალიან ლამაზად, ძალიან ემოციურიც იყო და მე ძალიან ყვაყოფილი ვარ. დიდი მადლობა. მოდი ერთი აი სხვა რაღაცაც გექნებათ თქვენ მომზადებული ერთად არა ბატონო მოვალს ვიმღერებ მაშინ უფრო ხალხმაც იცის და მიდი აბა შეგვიძლია მოვალ გამესის მარში მოვალ ტყეში ალშიც მოვალ რომ გითხრა ჩემი სიმარტოვე საკმარისია აგერ ბატონზე ფეხზე დგას ყველა ფეხზეა ძალიან დამაჯერებელი იყო ნუცა და ჩემგან გაქვს კი გილოცა ერთი კი უკვე არის შენ ძალიან ვაწვალეთ შენ არის ნერვული ორი კი უკვე აქვს მე აი ხარ როგორ იცი აი ადამიანი რო გაჯიუტდება ხო იცი აი ძალიან მინდა რომ არა ვთქვა ეხლა არ გაჯიუტდე მაგრამ ამბობ კის მადლობა გვაქვს სამი კი მეგობრებო არა ცირა ჩვენ ძალიან უფრთხილდებით ხოლმე სამ კის იმიტომ რომ ეს უკვე განაცხადია და გილოცავ შენ გაქვს დიდი მადლობა თქვენ სამი კი და გადასული ხარ შემდეგ ტურში დიდი მადლობა გილოცავ კარგები ხარ დიდი მადლობა საინტერესოა სხვა ხასიათის სიმღერას როგორ იმღერებს. წავიდა.
საოცრებოდო ამკერზე ბაცა წინამტრედო მაგ პატარა გოგოს კულში მსურს რომ ჩაიხედო გადაეცი უყვარხარო ძლიერ საწახვედი მე ვარ გურიჭელიძე 25 წლის თბილისიდან მე გახლავართ ნიკო სოხაძე ამასობაში უკვე 30 წლის მეც თბილისიდან და ჩვენ ვართ ზეიდაშვილი ალბათონები მოგესალმებით როგორ გძანდებით აი ეს მოგიტანეს სპეციალურად მოგეხსენებათ რომ ქართული ღვინო და ქართული სიმღერა ეს არის განუყოფელი ნაწილი და დღესაც ჩვენ მობრძანებულები ვართ ფოტოშორის ღვინით იქვე მე პატარა სიმღერა რაღაცა და გამოვიდა. კი და რაღაცა გამოვა, სადმე რომელი რაღაცა ტურში გადავალთ ეხლა. ოღონდ თავარი რომ ჯერ მიირთვა ღვინო და მე შეგვაფასონ რა. ეს აქ არის საკვანძო მომენტი რა. რაიმე დუეტის რაღაცა ხედავ ჭიქებ. აი რა აკდა და რა შეჭრება ქართულ სიმღერას რა უხდება ყველაზე მეტად გოგოებო თუ არა ჭიქა წითელი ღვინო დაულოცოთ ამ ბიჭებს გზადამა და გოგოთ აკო მეგულება აკანა არასოს არ დაულოცივართ ქალბატონებს და სულ ჩვენ ლოცავთ ხოლმე ესე იგი ერთ რამეზე შევთანხმდეთ ჩვენ გლოცავთ და რო გამოხოთ მოგილოცავთ შევთანხმდი ლავეთი აბა წარმატებები ზა დაულოცეთ და თქვენი ბიჭებო ნიკო გური მადლობა შეხვედრამდე ოქროს ბილეთებისთვის იბრძოლეთ საინტერესო ჟღერს სამი გოგონა წითელი ღვინით თქვენ ჩვენ სამუშაო გვაქვს კიდე ნიკო სოხაძე და გური ჭელიძე აუ ამოთ ღვინოა რა ხდება? ღვინო გიტარა შეგენაცვალე. რასაც ჩვენ ხელსარელები არ მოსულობთ. აი ხალხი. აი ეგრე უნდა რა. ოჯახი. რა კარგია. აბა რა. საჭმელი არა გაქვთ რავე. სვადისა და შეიძლება რომ მე და სვადი მოიწყო ვაში. უარ მეცნობა. საფერია საფერი. აბა რა ფერია ხედავ? საქართველოს ხმას გაუმარჯოს. საქართველოს ხმას გაუმარჯოს. ბიჭებო, ჯერ დავლიოთ და მერე მოგისვინოთ თუ? არა, ჯერ დავლიოთ რა და მერე რა მოდი შევსვათ გოგოებო ერთი მოდით იქ რა თქმა უნდა მიირთვით და შემდეგ ეგრე არ გამო, ბევრი რო დავლიოთ მე მოგვეწონა. ხო, მაგით სპეციალურად აკეთებენ მაგას და. მივხვდით თქვენ ტაქტიკას და არ აყვებით და ნამღერის მერე დავლიოთ. იზლად მოგისმენთ და შემდეგ დავლებთ. საჭმელი არ არის უსა. გოგო ერთმანეთს თუ გინდა რომ გავიგოთ მოდი მერცხლებივით ერთი ბუდე დავიდოთ შორიქსები მოვიარე შენეც მიგანას ხოსა ჩემის თუ მარბასის ხობა დაგიჯდება კოცხის ფასად ოი ნანანანა აი ამ ეს აი ეს უნდა მე მგონი რომ ყველა მაყურებელი მოყვება ამ სიმღერისათო სიმღერისათო და საქართველოს ხმისათო ვიცი რომ შენახარ გოგო ჩემი საბედო ღმერთი არ გაგიწყრეს უარი არ გაბედო სტუმარსული არ ადგინო მომეშველი აღისტანო აკაური ქალის კოსნა გვალია დარბები აფიქსირებული ნაი ნა 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 თეატრალური არის. რა უნდა მადრიდში ქართულ სიმღერას გაუმარჯოს. მაგარი სიმღერაა ეს. რა სიმღერა შეგვისრულეს მე ძალიან მიყვარს. ეს ძალიან მიყვარს. ამ სიმღერას როგორც ბევრ სხვა ძალიან კარგ ქართულ სიმღერას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, რომ
ხასიათი და ენერგია უნდა მისცეს მის მსმენელს და ამ სიმღერამ თქვენმა შესრულებამ ეს პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან კარგად შეასრულა ეს მისია. ვოკალურად მოდი მე თავს შევიკავებ და გადავცემ ჩემს კოლეგებს შეფასების საშუალებას. რუსა. შენიერი მოხერხებული ბიჭი ხარ შენ. ჩემში რაღაც აღტაცებას არ იწვევდა ეს ყველაფერი. ვოკალურადაც ვერ ვიტყვი რომ ძლიერი ნამღერი იყო. იმიტომ გითხარით ჯერ მე ერთით მეთქი და მე. ხო და ჩვენ ხო გააქშიფრეთ და მე ჯერა რატომღაც ამ ადამიანების ქართული ხასიათი აქვთ, ქართული პროექტია, ქართული სიმღერების და გონია რომ შანსი უნდა მივცეთ. ამიტომ მე გაძლევთ ერთ შანსს. ის. მე ჩემ თავთან მინდა ვიყო მართალი და ვამბობ არას. ძალიან ძნელია ჩემთვის. მოდი მე ესე ვიტყვი რომ დედა დათო უნდა გადაწყვიტოს ხალხო. გადამწყვეტი აბა დათო. თქვენ შეიძლება 3 კის არ იმსახურებთ და ესე გამოვიდა, მაგრამ 2 კის თქვენ იმსახურებთ და მომდეთ ესეთი. დიდი მადლობა. გადავიდე რა კიდე ხო არ ვიმღეროთ ერთიც? გააქვთ რამე? როგორ სურვილი? გამოუშვი რაც გინდა, გამოუშვი. წაწდე იმღერე, ხალხი ხო დაუწერე. მე ვიმღერებ მეორეს დროს. ზღაპარიყო, ჭალაში ხდი ჩამდგარიყო. ითქვაფში არ ეტევოდა, ბადარაში სულ არიყო. დიდი მადლობა. გიორგი, შენ 2 კი. დიდი მადლობა. 2 კი. 2 კი. მადლობა კარგად. წარმატებები. ნახვამდის. კიდე ხო არ გინდა ბიჭო რა ცუდადა. ბიჭი ვერ გავწერე. დაუბრუნდებით. კიდე დაუბრუნდებით იცი. მე ვარ საბა ღურწკაია 25 წლის თბილისიდან. ბებო! მოხედი ბებია შემოგევლო ჩემი თავი, ჩემი სამუკა. ანდია. ჩემ პატარა ბიძაშვილები ლუკა ლაზარე და ლიზიკო ესენი არიან ჩემი პატარა სიყვარულები. შენ შემოგევლოს ბებია ჩემი თავი. როგორ ხარ? ჩემი ოქრო ბიჭი. დავის მე. შეჯერობით ვარ. ძლივს ჩამოვედი. სიმღერის ამბავი როგორ მიდის და? რავი, კარგად. კონკურსი მონაწილეობა. კი, ეხა ახალი კონკურსი დაიწყო პროექტი. საქართველოს ხმა. აჰა. ხო და ვეცდები რომ გახარეთ ქართველებს. სამეგრელო ვასახენო. ციპ. როგორ ეძახი? ციპ. ეყოფათ ეხა ამას და დანარჩენი ვახშამზე ვაჭამო. კაი. ამ საგამოს საჭიროა. ჩოლი როდის მოკავს ეს მის ხარ? აუ. მეც მინდა შვილებს მოვესწრო ბებია. გავიგე, მაგრამ ყოველ ჩამოსვლაზე მაგის თქვა და მაგის თქვა. მე არ გაიგონე და რა ვიცი. და ახლა გეუბნები უკანასკნელად ბებია. რა არის ბებია ამ თბილისში? საჭმელს არ გაჭრევე? ძალიან გამხდარი. შენთან რო ჩამოვდიოდი ყოველთვის შენ მაჭრევდი და გასუქებული მივდიოდი უკან. კარგი.
გინდა თუ არა შენს მშობლიურ მხარეში როცა ჩამოდიხარ და ამ ფესვებთან სიახლოვეს გრძნობ, აქ გაიზარდა მამა ჩემი, ბაბუა ჩემი და ჩემი წინაპრები რა და ძალიან სასიამოვნო და უფრო ნოსტალგიური შეგრძნებები მეუფლებოდა. საბა ღურცკაია. მოგესალმებით. გაგვეცანით, თუმცა საბა ღურცკაია 25 წლის თბილისიდან. საიდან მეცნობით? ალბათ რა სოციალური ქსელიდან. და ვინმეს უძღვნი ამ სიმღერას, რაც დღეს უნდა იმღერო. მინდა რომ განსაკუთრებით მამა ჩემს მიუძღვნა, იმიტომ რომ რატო? ერთი პერიოდი იყო ძალიან რთული პერიოდი მქონდა ჩემს ცხოვრებაში, ქუჩის მუსიკასთან დაკავშირებით, როცა მალავდი ისე გავდიოდი ქუჩაში. მამა ჩემი იყო ყოველთვის სამის წინააღმდეგი და რა ვიცი, ყოველთვის რასაც ვაკეთებ ხოლმე მუსიკაში ინსპირაცია, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, მამა ჩემია ხოლმე, რომ დაუმტკიცო, რომ მე შემიძლია და მაგარია. ძალიან საყვარელია. რადგან ქუჩის მუსიკოსი იყო, მამა იყო წინააღმდეგი და ქუჩის მუსიკოსობა მოიყვანა დიდ სცენასთან. საბა, ეხა სახიფათო თამაში ჩამithრიე შენ და ჩემ ისტორიას ყვები. აი მე გეტყვი რა, ჩემი პირველი სიმღერა, რომელიც სკანდალური და რაღაცა ისეთი სიმღერა იყო. მამა ჩემმა მანქანიდან ჩამაგდო. მე მაღიარა მან მაშინ, როდესაც ეს მე ხა დინოზავრების ხელა ვარ და ჯერ მაშინ კიდე ის პატრული არ იყო რა და როდესაც არ წაართვეს ფული ინსპექტორებმა და უთხრეს რომ იმ ფორჩხეთის გულისთვის გიშვებთო, მას მე მაღიარა. შენ როდის გაღიარ? მე მაღიარა იმ დროს, როცა ნამდვილად დავანახე ამ კონკურსებით, ჩემს კონცერტებზე დადის სტაჟს მიკროს და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიამაყე. ისმენ. კარგად იმღერებს საბა, ხალხო გამოცდილება ძალიან. საიდან დაიწყო? მოიწონება რუსას მეგური მეუბნება. სიმღერის ხმას ის სიტყვები შენ რომ დამიტოვე არავის არ უთქვამ სხვას დამიჯერე მალე დრო წაიღებს ამ გულში დარჩენილ დარდს და ძიმაც გადაიღებს მე შენთან მოვალ კლავ ჩვენს გულებთანაც მოდის ეს ბიჭი ზესევდას გაფანდას შენ სიყვარულს ვერ ასოდეს სხვას ვერ გავატან თუ ისევ გახსოვარ და თუ ძველებურად მელოდები გაღე კარი დაჩუმად კეთხვი რომ მე მოვედი ესე იგი სამი კი გვინდა, ოქროს ბილეთიც გვინდა და პირდაპირ წინ და წინ გვინდა. კარი დაჩუმად კეთხვი რომ მე მოვედი მადლობთ. დათო ტარს უკრავს. მე ვიცოდი დათო, ეს მელიზი მოგეწონა. მადლობა. ტაში, მეტა, დათედანაც, ტაში, დავადონი. მადლობა უღრმეს. საბა, გვანერვიულე? მეც. და ბეწვის ხიძეც იარე. ნამდვილად. ამ მონაცემებით და იმით რაც ვიცით, ხო იგივე სოციალური ქსელები და ჩვენ გვინდა გაცილებით მეტი შენგან. და ამიტომ გეუბნები, რომ ეს არ იქნება საკმარისი. დამიჯერე, იმიტომ რომ მოლოდინი არის ძალიან დიდი. მე მოვისმინე შენი ნამღერი პირველად დღეს და მე მინდოდა უფრო მეტი
და მეცაც გეტყვი, რაღაცა რეგისტრები იყო, სადაც არასწორი პოზიციურად არასწორი ბგერები გქონდა. საბა, რა თქმა უნდა, მაგრად იმღერე, ჩამოყალიბებული მომღერალი ხარ და მიხარია, რომ შენ იქნები ადამიანი, რომელიც ყველაფერი ჩანს აქ და შენ უკვე გაქვს ისეთი გამოცდილება, ისეთი შემიძლია თქვა, რომ მაგარი ხარ, რომ უნდა კონდეს ის თავდაჯერება, რომ შენ რო დადგები სცენაზე, ისე იმღერებ, რომ შენ თამასას არ დაწევ დაბლა. მოკლედ, ესე იგი, ჟიური ითხოვს მაქსიმუმს ამ ბიჭისგან, მაგრამ იმიტომ რომ იციან, რომ შეუძლია მას მაქსიმუმი. შენ არ შეასრულე უმციკლოდ და უშეცდომოდ და ამის გამო გეჭხუბები. და შეგესრულებ. მომავალშიც გავაგზელებთ ამის გამო შენთან ჭხუბი. მომავალი იქნებაო, ესე იგი. ხო და მე გეუბნები კის. მეც გეუბნები. რა თქმა უნდა, საბა, შენ გაქვს 3 კი და გადასული ხარ შემდგომ. უღმესი მადლობა თქვენ და ჩვენს დამხრა საზოგადოებას. საბაღურწკაია დაგვიბრუნდა. ესე იგი, მაღალი თამასა დავაწესეთ. მეტს ელოდებიან ჩვენგან, მაგრამ რაც მთავარია, 3 კი გვაქვს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კარგად, საბა, აბა ბედნიერად. დროებით. კარგად. დროებით. ხელის დაქნება? ხელის დაქნება. გოგოდი. აგერ უკვე ნახანია გელი და ამოიღეხმა და რაღაც ელოდები. აგერ უკვე ნახანია გელი და ამოიღეხმა და რაღაც ელოდები. აგელოდები მაინც, აგელოდები მაინც, აგელოდები მაინც, შენ თაფერად მოსთან. Lagina siparule champan shen Lagina siparule swastanda Natu vera gafali bedni eri champan shen Emine da irko bedni eri mastan Susanna 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 mon amour Susanna Susanna Чего выводи носка? Чёрт. А ведь хари? Чёрт, мучу. გამარჯობა, ხო? ხო. ხოჯი. გამარჯობა, როგორ ასე? არ ვიცი. მაჯგება. მეგრელი არა. მე ვარ ბაჩო გამახარია სამეგრელოდან მუსიკოსი. ჯოროქ ჯიმჯიმა. ჯგიროს, გამიჭარე. ნიჩიო, სოვრუშელად. მარტი. მაჯ ვარშევარო წალინჯიხში. მალეჯი. ეხარები. თქვენს ნახაზეს ერთ-ერთი შესაძლოა ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი იმ თაობისა, ვინც თავისუფლად ფლობს მეგრულ ენას. და აი ამიტომაც ვთქვი სიმღერას მეგრულ ენაზე. მეგობრობის გარკვეული ნაწილი მეძახის ჩელენტანოს, მეგრულ ჩელენტანოს. მაგრამ ეს არ არის ახლა ისე რომ ოფიციალურად ყველა ასე მიცნობდეს რა. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. გაგვეცანით, ვიმძანდებით, საიდან მოხვედით და რა მოგვიტანეთ? მე ვარ ბაჩო გამახარია სამეგრელოდან, წალინჯიხის რაიონიდან, ჯვარიდან. დღეს შეგესრულებთ მეგრულ რეპს, უნივერსუმს. ეხლა გამოიგე. ეხლა თიკაზა. მეგრული რეპი მე არ მომისმენია. ხო და შემოგთავაზე. და არც შემისრულებია მეგრული რეპი. ერთად შევასრულოთ მე. შეგვიძლია? მოგა, მოგიტუე მასი ჯგერი და ფური. სიეკ იროჩკი մի ფური. ოპეტო მეს მოგოგდუში ეშნო Che tu lavoro svolto dopo come più la consuma. Sisa, vago tua do vago hura. Sisa, vago tua do vago hura. მე მგონი მზადხარ. ხო არ გამოყვეთ. გავახურეთ ადამიანი მომამზადეთ ცელისთვის ნამდვილად. ესე იგი თქვენი გაბრწყინების დრო მოსულა. ხარძად? მზად ვარ დიახ. გადაგვილოცნია მაშინ. აბა თქვენ იცით მაშინ. გულშემატკივრდებით. ჩვენ აქედან გიგულშემატკივრდებით. ესეთი რამე მოგისმენიათ? ყურებელს ძალიან საინტერესო შოუელიც, იმიტომ რომ მე არასოდეს არ მსმენია მეგრული რეპის შესახებ. ბაჩუკი გამახარია. მოგესალმებით. მე ვარ ბაჩო გამახარია სამეგრელოდან, წალინჯიხის რაიონიდან, ქალაქი ჯვარიდან. შემოგთავაზებთ დღეს ჩემს საავტორო სიმღერას. ზოგადად საავტორო სიმღერები მაქვს და დღეს ერთ-ერთ მათგანს წარმოდგენთ.
სიმღერას ქვია უნივერსუმი და არის მეგრულ ენაზე. მეგრულ ენაზე თავისი სიმღერა, ხო? საინტერესოა. სკანითი ჭრაბუდას მაგაგოთანა ზოხორინი მიმოდანა ეს რა რეპია მეგრულია რეპია ეს რეპი არ არის ნელუსაძე სახით უყურებს ძალიან ჩელეტანოს ვიტყვი მეგრული და რამე არ მოგვეჩვენა რა სისულელია გიჟდები ისეთი კაი გამოსვლა აი წავიდა მეგრული ოპაშიღალა ამავე კისკანი შურიშიღალა მოსკვა სასიებილულა უნესკამი მეცაям სიოსი გიმიჟირიმარი სირეკჭკი მერინა შეღვალა დუპენდა ჯუნდუ დაჭერი მასხე კიშკალებენდა პორტიჩკი კურდად უნივერსუმი ბაჩუკი აბა სიკიჩკუ კარგად ვთქვა გიხო თქვი სიგიჩკუ ბაჩუკი აბა სიგიჩკუ მომიღუშვენა ტეჩკი მე მგონი გავაჩეროს დროა მე მგონი გავაჩეროს ეშმაშვენა საინტერესო ადამიანია ძალიან კი ბაჩუკი მე მინდოდა მეკითხა რატო გეძახიან მეგრელ ჩელენტანოს მაგრამ ყველაფერი გასაგებიაო. კი ბატონო. ხო, როდესაც საავტორო სიმღერების კეთება დავიწყე, ანუ ეგ მე ცოტა ფოლკლორს გავსდი მეგრულში და თანამედროვე ჟანრებში გავაკეთე რამოდენი ერთი კონცერტი სიმღერა. მეგრული რეპი პირველად მოვისმინე, საინტერესო იყო. დიახ და ჩემი რეპერტუარი ძირითადად წარმოადგენს მეგრულ სიმღერებს თანამედროვე სხვადასხვა ჟანრებში, არა მხოლოდ რეპი, როკი, პოპი, ბასანოვა, რა ბევრი რამე. ძალიან სასიამოვნოა. გადავიდეთ ახლა საქმეზე. ჩვენ კონკურსში ვართ და უნდა განვიხილოთ თქვენი გამოსვლა. მე მივიჩნევ, რომ არ ხართ მზად ესეთი კონკურსისთვის. გასაგებია. მეც მაქვს ჩემი აზრი, ბაჩუკი, კარგია შენი ექსპერიმენტები. თუმცა აი კონკურსი აქ პირდაპირ სახელიც იძახის რომ ამას ქვია საქართველოს ხმა. აქ ვოკალური მხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კონკურსისთვის. გარდა ამისა, თითქოს სცენაზეც შენთვის იყავი და პუბლიკასთან ის კავშირი და ის ქიმია არ ქონდა. და მუსიკაც ცალკე იყო. ხო, ცალკე იყო ეს ყველაფერი. მე ესე დავინახე, ესე მომესმა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ბაჩუკი არ ეთანხმება ახლა ამ ყველაფერს. აი ნაწყენი სახე აქვს. იმედგაცრუებული. იმიტომ რომ არ არის ადვილი მეგრელ ადამიანს უარი უთხრა. ბაჩუკი, მესმის რომ თითქოს ჩაკეტილი იმიჯი გაქვს და შენი თავისთვის ვღერი, მაგრამ მაინც გირჩევ რომ ცადე ადამიანებთან ურთიერთობა სიმღერის დროს. შეიძლება უფრო გამოგადგეს ეს ჩემი მეგობრული რჩევაა, მეტი არაფერი. ყველა ვარიანტში მაინც დიდი მადლობა რომ მოხვედი და გვაჩვენე შენი შემოქმედება. ჩვენ ფაქტიურად არა გამოგვივიდა ეხა სამივე, ხო, ბაჩუკი? ხო, ესე გამოვიდა და ადამიანის ხო, ესე გამოვიდა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაშიც არ ვიყავით ლოიალური. ობონთა ხორ ოსეთში ჩვენ მასე ვამბობ გამარჯობა. მე ვარ კარინა, ვარ ოსი ბესლანიდან და სულ 4 წელია რომ საქართველოში ვცხოვრობ და აქ ვისწავლე ქართული ენა და თუ რამე ბოდიშით მასე კარგად არ ვიცი. ძალიან მიყვარს მეგრული ენაც და ამიტომ დღეს მოვედი მეგრულ სიმღერასთან ერთად. ნახოთ რა გამოვა. კარინა ქუშათი მოგესალმებით, გაგვეცანით თუ შეიძლება. ჩემი სახელი კარინა ქუშათი, 26 წლის ვარ და ვარ ოსი. ბოდიში პირველ რიგში ჩემი ქართული ხანდახან სუდია, აქ ვისწავლე ენა. მაგარი გოგო ხარ. მადლობა დიდი. რომ ესე კარგად ისწავლე. მადლობა. ალბათ ქართულ სიმღერასაც გვიმღერებ, ხო?
კი, უფრო სწორად დღეს მეგრული სიმღერა იქნება. აუ, შენ მაგრად გიმუშავი. აბა შენიც, დაგვახარ. საოცარი ხმა აქვს, აი, ძვალში, რბილში, გულში, სულში რო შეგიძურება. მაგრად ღერის. დიდი მადლობა. კარინა, თუ შეიძლება მე დავიწყო. დაიწყე. პირველ რიგში ზოგადად მეგრულ სიმღერას ჩვენი კოლეგების დამეთანხმებიდან რაღაც საოცარი ჯადოსნური ძალა აქვს. შეუძლია დაგატყვევოს და ეს საოცარი სანუკვარი მელოდია ისე თბილად მოგეფინოს გულზე, რომ მოკლედ სულ არ იცოდე და წარმოდგენა არ კონდეს სამეგრელოზე, მაინც შეგაყვარებს იქაურობას და იქაურ სიმღერას. ზუსტად ეს მაგალითია მგონია შენზე. არ არსებობს ეს სიმღერა ასე იმღეროს ადამიანმა და არ გიждდებოდეს ისე არ უყვარდეს ეს სიმღერა. შენ ეს სიმღერა ძალიან გიყვარს, ხო ასეა? კი და სხვათა შორის ბოდიშით, მაგრამ მართლა ეგრეა, რომ თქვენი ურსა, ხო, თქვენ ხომ მღერი ხართ? ხო. აი ძალიან მიყვარს ეს ვერსიაც და ძალიან ხშირად ვუსმენდი. მე მღეროდი ახლა შენთან ერთად სხვათა შორის, მაგრამ თუ გესიამოვნება მართლა შემიძლია აი პატარა მონახაზი თუ გინდა ერთად კიდე შეგვიძლია. აი ესეთ რაღაცაზე უარი როგორ უნდა ადამიანმა ცხოვრება. დიდი გიორგი ისა ვიღინებდა, რომ ვიცოდი რომ ავიდოდა სცენაზეც. შორის მშვენიერი დუეტი გამოვიდა მე მგონი. ბრავო! ვაა! ძალიან ემოციური. გულში პირდაპირ. და რა არის ეს მეგრული სიმღერა? ბრავო! კარინა, ძალიან მარტივად ძალიან დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით, მინდა რომ გამოვხატო შენს მიმართ ძალიან დიდი სიყვარული და სითბო ჩემო კარგო და მთელი, რა ვიცი, ყველა სახელით მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო რომ ეს სიმღერა ასე ისწავლე და ასეთი გულით იმღერე. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა ჩემგან გაქვს, არ ვიცი, მთელი სულითა და გულით სიყვარულით სავსე კი.
გულით და გულით დიდი კი. მეც გეტყვი კი. კარინა, შენ გაქვს 3 კი, მეც კის გეუნები და აბა შენ. დიდი მადლობა. რა მაგარი ამბავი ეს შენს თავს. როგორი იყო გიორგისთან ერთად მღერა? ძალიან კარგი. მართლა ძალიან კაი დუეტი გამოვიდა სხვათა შორის. კი, ნამდვილად ხო? კი, ნამდვილად არა ჩვეულებრივი. გიორგი ძალიან კარგად შემოგიმხელა. მეტი მადლობა. აბა დროები. მადლობა. წარმატებები. ყველაფერი თქვი არაფერი არ დაგავიწყდეს. კაია, მე ვარ ნუცა მირზაშვილი, 28 წლის. დაიხმარო რაღაცებში. თუ რა დაგავიწყე. რამდენი ხანია მღერი? ბავშვობიდან მღერის მეგობრება 4 წლიდან. 4 წლიდან. როგორც დაგავალი, ისე თქვი ყველაფერი. მორცხვობს, მორცხვი არის ცოტა, სულ ესევა. ნუ სარ შეგწყვეს ამაუში ბოლომდე. შეიძლება მომვარდეს აი ასე. კონკურსებში არ გამოვდიოდი აქამდე. კონკურსებში იმიტომ არ გამოდიოდა რომ მორცხვიებია. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი ხმა აქვს და საოცრად მღერის და დანგრევა შეუძლია ყველაფერს, სულ ჩხუბი არის იმაზე, რომ ნუ მოუშვი. ჟიურისთან გასვლის წინ ცოტას ნერვიულობ, მაინც ასე მგონია. რაღაცა არ უნდა ამდენი ინტერვიუ რა. უკაცრავად არ ჭირდება ამდენი ინტერვიუ, ტექსტი უნდა გადაიმეოროს. იქი ხა წამოდი. ადრე შემიძლია ნუცა მირზაშვილი. დაგვეცანეთ თუ შეიძლება. მოგესალმებით პირველ რიგში. მე გახლავართ ნუცა მირზაშვილი, 28 წლის. 17 წლიდან მუშაობ ასევე მღერი. ხო, არ ჩერდები და ეს მიზანდასახულობა მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას იწვევს ჩემში და იმედი მაქვს რომ ამ სიმღერაშიც აისახება ეს ყველაფერი. წარმატებას გისურვებ აბა შენიც. აბა შენიც. აბა მიგინებს, აბა მიგი. მთელი 17 წლიდან მოყოლებული შენი პროფესია ახლა უნდა დაღვარო ბოლოს. შუაღამის ვარსკვლავი ვიჩორს ახალ სილამაზით მთვარესთანაც წორს ახალ გაზაფხულზე იავარდის მოსვლა ხარ ლამაზების დარდი ხარ და ლოცვა ხარ ბულბულის და იადონის ენახარ ვაუ კიშრის ეშხილალის ელვა შენახარ თუ მიწაზე ჩამოსული ზენახარ რა იქნება ჩემი ბაღიც გენახარ რა მინდოდა რა ტყუილად ვღეროდი როდის იყო ჩემს ადგილ შემოდი თუ მთვარე ხარცაში ვიღას ელოდი და თუმზე ხარ ჩემო თაღში შემოდი შემოდი პირველი შეხედვით
კეთილგანწყობა გვაქვს. ჟიური კმაყოფილია და ეს აჰა, დარბაზი ფეხზე წამოფრინდა, ეგრე კი არ არის საქმე. გადაედო ყველა თეთა სამღერი. რა კარგი იყო? კარგი იყო ლუცა ყოჩა. რასაც სიამოვნო, როცა სწორ პროფესიას დაადგება ადამიანი. რა უნდა ვთქვათ, აუდიტორია ნამდვილად არ ტყუის ჩვენ წინაშე, ჩამოყალიბებული, გამოცდილი, მოზომილი, ემოციით სავსე, ძალიან კარგი მომღერალი იდგა და ძალიან ვისიამოვნეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თავს იკავებდი და ემოციურად მეტი შეგიძლია. ცოტა უფრო ზევით ტონალობაში ეს იქნებოდა პომპეზური და დამანგრეველი. რაც შენ გჭირდება მომავალ ტურებში, იმიტომ რომ გული მიგზნობს, რომ ეს მომავალ ტურები იქნება. ამიტომ მე პირველი გეუბნები კის. მეც გეუბნები კის. აჰა, დასწრებაზია კი უკვე, ხედავ? რა თქმა უნდა, მეც გეუბნები კის და შენ გაქვს 3 კი და გადასული ხარ შემდეგ წელს. ძალიან დიდი მადლობა. აბა, ასე მარტივად მოშრიალდა, იმღერა, ისიამოვნა და 3 კიც მიიღო. ბრავო, ბრავო. გამარჯობა, მოგზაურობთ. გამარჯობა. მოდი, გაგვეცანი თან, გითხარი სახელი და გვარი. My name is Elena Esperanza. Elena Esperanza. როგორი გვარი აქვს? მომწონს შენი გვარი ძალიან, სხვათა შორის თიკა. რაღაც საცეკვაოდია. მე ფლამინგოს და რა უნდა შეგვისრულო დღეს? Кучაში ერთხელ. ქუჩაში ერთხელ. ნინო კატამაძე. ნინო კატამაძე. აბა საინტერესო, არ არის ეს მარტივი სიმღერა. So. მადლობა ძალიან დიდი და გელოდებათ ახლა სცენაზე უნდა დავტკბეთ შენი მოსმენით. Elena Esperanza. Good luck. Thank you. ნეტა Esperanza, რაღაც მოლოდინს მიჩენს Esperanza. Elena Esperanza. გამარჯობათ, მე ვარ Elena Esperanza. სიამოვნოა. Кучაში ერთხელ ნაცნობ მაგარმა მე მომიტანა სურნელი თმების ისე ხოშენი ასე ნაცნობი და მრავალფერი ნუ დოსად გაწაყარის არაბერს დავიშურებდი ერთხელ რომ მაჩვენებოდი ერთხელ რომ მაჩვენებოდი ისევ და ისევ როგორც ჩანს, ეგრე აქვს დამუღამებული ყურში მანამდე დაწყება. ნერვიულობის ფონზია ეგ? არა, სმენა არ აქვს, რიტმი არ აქვს. ძალიან ღელავს საშკარად. მე ვფიქრობ შენზე და შენი თმების ოკეანეზე გავაჩეროთ ხო? შეიძლება. გაჩერდა ხალხმა მუსიკა? იმიტომ რომ ასცენილი იყო სამწუხაროდ მუსიკა და მისი ვოკალი სხვადასხვა დროს შემოდიოდა ერთ. არ ვიცი, მე ისი ბრალია, ესეთი ძლიერი ღელვა თუ სხვა რა. ღილავთ. ჩემი შეფასებით აქ არ ჩანდა არც მუსიკალური სმენა, არც რითმის შეგრძნება. მოდი, მე ასე ვიტყოდი, ჩემო რუსა. გაბრაზებული. ეს ადამიანი ქართული არ იცის, ქართველი არ არის და ძალიან დასაფასებელია, რომ ეს რთული სიტყვები, რომელიც ამ სიმღერაში არის, პირველ რიგში მან ისწავლა და ნამდვილად იმსახურებს დაფასებას და პატრიოტიზმს ამ. მადლობა. ხო ესია, ხო ეთახლები ამას. კი, მაგას, მხოლოდ მაგას.
ეს გოგო აქ ატირებული არ გამოუშვა. სიმღერას რაც შეეხება მე ვამბობ არას. ეს მუსიკალური კონკურსია და ბუნებრივია, რთულია. კონკურენცია არ იყო მომზადებული პროფესიონალისთან ამას არაფერი კავშირი არ ქონდა. ეგ არის და ეგ. ჩემგან იქნება არა. ჩემგანაც რა თქმა უნდა არა. მოდი ჩვენთან მოდი. What happened? What did? Maybe very nervous. Nervous? And I don't listen self. მუსიკა სხვაგან მიდიოდა და თვითონ სხვაგან და შეუნიშნავს. ანუ ის არ არის რომ ვერ მიხვდა რომ რაღაც არასწორი თან ახლავს ხოლმე ესეთი მღელვარება. არა უშავს, ეს არის გამოცდილება, რომელიც მიიღე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება კარგად და რაც მთავარია, გვიხარია რომ ქართული სიმღერა ესე გიყვარს რომ მოხვედით ეს ძალიან დასაფასებელი. რაც მთავარია. მადლობა. მადლობა შენ. კარგად, ბედნიერად. შენ ოღონდ შეცადე და ბოლომდე არ გაჩერდე ოღონდ მოიდომე და მიაღწე შენ სათადე შენ ოღონდ შეცადე და ბოლომდე არ გაჩერდე არ დანებდე არ გაჩერდე არ დანებდე არ გაჩერდე არ დანებდე არ გაჩერდე არ დანებდე გამარჯობათ, მე ვარ ილია აბესაძე, 30 წლის. ქართულ სიმღერაზე გავიზარდე. შესაბამისად, ეს პროექტი ჩემთვის მნიშვნელოვანია და მსგავს პროექტი, სადაც მხოლოდ ქართული რეპერტუარი სრულდება პირველად ვარ. ილია აბესაძე. ისურვებ წარმატებებს. მოგესალმებით, მადლობა. ჩემსავით რომ შეგიყვაროს ვინ არის ვინ გაღამერთოს სიურად მომაღიმარი თუ არა მე ვეგინა და იყოს მძინარი ჩანაწერი მგონია ისე მიდის თავისთვის ჩვენი იყოს წეული შაქრის გულო ბულბულისა ენახარ სიყვარულო ჩემი ცარევლის დენახარ ეგალით ნუმჩხალეთ და მიბრუნებადები მიცოდე ჩემი გულის დარდები კეფიცები ტურვა შეგიყვარდები მე მინდა რომ აკომპონიმენტიც ფეხზე წამოდგეს და დაგვენახოს. ბრავო! აი ეს იყო დუეტი. შენ რა შეგეხება ილია, არ იყავი შენ კონკურსზე, შენ კონცერტი ქონდა ეხლა რა და ეს მოგესალმებით.
ხო და ნუ ძალიან მომეწონი ილია, აი ძალიან. გულესი მადლობა. ილია ჯერ მე გეტყვი რას ვფიქრობ, მე გეტყვი რუსა რას ვფიქრობ შენზე. იმიტომ რუსას ხმა არა აქვს. გოგოებო, ამ საქართველოს ხმის ძიებაში, ამასობაში ჟიურის ხმა შემოგვეკარგა. და მე გავახმოვანებ. აი ულამაზესი ნომერი იყო, აი თქვენი ერთობლივობა. ეს აკომპანიმენტი, ეს შენი ნამღერი, შენებური, არავის რომ არ გავს, შენი მელიზმებით, შენი ემოციით, ლიანად ავივსე. ლიანად ავივსე და დიდი მადლობა ამ შესრულებისთვის. ძალიან კარგი. მაგარი ხარ ძალიან. რუსამ რა გითხრა, იცი? რუსამ გითხრა რომ ჩემგან გადაეცი რომ ეს სიმღერა დაკარგაო. გულესი მადლობა. ილია გილოცავ, დარწმუნებული ვარ რომ ჩემს კის მოყვება კიდე ორი კი, ეს პირველად უსწრებ მოვლენებს და ჩემგან კია. ხალხო, რუსას ხმა მაინც გაჟღერდება, გუხმოდაც. ჩემგანაც რა თქმა უნდა კი გაქვს. სამი კი გაქვს და გადასულიყო ჩემს. გულეს მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. წარმატებები ილია, წარმატებები. განდით გიტარა, ჩქარიტაში, ყველაფერი ერთად. გამარჯი, შემოგცხეთ თქვენი სახელები და მე ვარ გიორგი პეტრიაშვილი, ეს არის კოკო. რა ხდება? წყვილში გამოხდი ხარ? არა, ჩვენ ვარ შეყარებულები, მაგრამ ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე გამოვიდა. ერთი წუთით ვერ გაგე, შეყარებულები ხართ, მაგრამ ორივე გამოდი ხარ? დიახ, ორივე სოლო? ორმაგი შანსი რომ მოიგოთ ბინა, ჭკვიანური სვლა არის ნამდვილად ძალიან. კარგი შანსი. ამაზე კი არ ვიფიქრე. არც მე არ ვიფიქრე და ეხა უკვე ვიფიქრე. რა კარგი იდეა. რომელი მიიღებს მონაწილეობას პირველი ამ კონკურსში? კეთილი. კოკო, მოდი ერთად ვუყუროთ. მე რომ დაბრუნდება. შენ გიგულ შემატკივრებ. კარგი? მოდი. აბა, მოვემზადოთ. გიორგი პეტრიაშვილი. გამარჯობა. მოგესალმებით. პეტრიაშვილი, 22 წლის თბილისიდან. გიორგი, მარტო ხარ თუ ვინმესთან ერთად ახარ მოსული? ჩემ შეყარებულთან ერთად ვარ მოსული. რომელიც ასევე მონაწილეობას იღებს და ჩემ შემდეგ გამოვა. რა მაგარი. ორივე მღერი ხა? დიახ. კონკურენტები ხარ? არა, რა თქმა უნდა არა. არა. აბა როგორ გამოვა? ამ შემთხვევაში შეყარებული. სიყვარული გაი. არ მაძინებს ძმის ხმა და შენზე ფიქრი თითქოს სიდან მეგრუბელი გულზე დმაწევს მე როგორ ძალიან მომწონს ეს ჩვენ შორის ყველაფერი დარჩა შორის დაცოს წარბით ვიზენი რომ მოეწონა. გიორგისაც ჩვენ სიყვარულს აღარ გვაცლის მიდი რა. გაზაფხული ჩემთვის გაქრა გაილია დროდინი მელიზმების ოსტატი. თუ მართლა დედა რა კარგ ხასიათზეა ჟიური სტაისია შებამხოლოდ რასაც ქვია სიყვარული ან მაგარი დიდი მადლობა. გასაგებია როგორც შეაყვარე თავი. შენ შეყვარებულს. სიმღერით იზამ. სიმღერით. სხვათა შორის ერთად მღეროდით და იგავს. ამართლა სიმღერით. კი. ცი რა არის მუსიკოსი ხარ და განსხვავებული ხარ. განსხვავებული ხარ რაღაცა ყველაფერი სხვანაირი გაქვს, შენი გაქვს და მე ძალიან ვისიამოვნებ. ინდივიდუალური ხარ უსიტყვოდ, საინტერესო ხარ, აი
ტიპურად იმღერე. ხოდა ეგ მომეწონა ზუსტად. მაგრამ შენ იმ რამოდენიმე მელიზმით ვერ მომთაფლავ, მე იცოდე. იცოდი მაგას რო რაო? რამდენიმე მელიზმით ვერ მომთაფლავ. მაგრამ გიორგი გააგრძელე. გიო, ემოციით ავივსეთ. საოცარი ხმა გაქვს, აი უთბილესი. ხმა გვაქვს. ძალიან მაგარი ინდივიდუალიზმით გამოირჩევი, აი ინდივიდუალიზმი გვაქვს. რასაც იმღერებ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება შენს თავზე მორგებული. საოცრად კარგად ხედავ ამ პროექტში. უმაგრესი ოჩა, გიორგისთვის. უმაგრესი მუსიკოსი ხარ, აი ძალიან გიყვარს მუსიკა და მე მინდა ერთი რაღაც გითხრა. გიორგი ვერ მალავს აღფრთოვანებას. შენ ძალიან განსაკუთრებულად იმღერე ჩემთვის. მადლობა. ბილეთი! შენ დღეს ჩემგან დაიმსახურე ოქროს ბილეთი. ურმესი მადლობა ყველას. მაგარი ხარ. ემოციებს ვერ არ ვამაუგე, ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა დიდი მადლობა ყველას. ბრავო, ბრავო, ბრავო. მოდი, უნდა ჩაგეხუტოს. ურმესი მადლობა ყველას. ძალიან დიდი პატივი აქვს ეს თქვენს წინაშე წავდექი და უფრო და უფრო კარგს შემოგთავაზებთ ყოველ ჯერზე დამერწმუნდეთ ამაში. დიდი მაქვს. მადლობა. გიორგი, ეხლა შეყარებული გვაჩვენე. გიორგი, ძადაიბენი, შეყარებული შეყარებული წეგეთი უნდა იყოს იცოდე. რა თქმა უნდა. როგორი გოგოა, განახე. ეხლავე ჩემ შედეგ გამოვა ახლა. დავით, ჯიგარი ხარ, ჯიგარი. კიდევ ერთხელ გეტყვი რომ ამაყობ შენით. მეც ვამაყობ. არ ვიცი, ჩემს ეს არის სიყვარული, ეს არის ჰარმონია და ეს არის ბედნიერება. ესე იგი ეხლა არის გიორგის ნერვიულობის დრო უკვე, რადგან კოკო მიდის სცენაზე, მით უფრო რუსა ელოდება კოკო სუსტად. გიორგი, მოდი შენ ჩვენთან. რა თქმა უნდა. კოკო, შენ უკვე სცენაზე. კოკო წარმატებები. აი მე მიყვარხარო, ჩვენც გვიყვარხარ კოკო. კოკო. თქვენი სახელი უკაცრავად? გამარჯობა, მე ვარ კოკო, 34 წლის. შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ჩვენ წინა ოქროს ბილეთის მფლობელს, აწ უკვე ოქროს ბილეთის მფლობელს, ბილეთოსანს გული მოსტაცე. და უკვე 2 წელია ერთად ვართ. მაგარია. ესე იგი, შენ რო შეგიყვარდა გიორგი, მაგის ერთ-ერთი მიზეზი რომ მისი ხმა და სიმღერა იყო ეგ ბუნებრივია. ახლა ვნახოთ მას რომ შეუყვარდი, იმის მიზეზი თუ იყო შენი სიმღერა ერთ-ერთი. ძალიან გვაინტერესებს. Չիմեսոտებს mida dardi gabando Ikremat mitkhran radom var mardo Sualiti tabit shen surat khata Jera desme rom khwa Twiz zaya kuchachi Twiz zaya Dreams, da gas mich mich ma me da shentan me da
მადლობა. ჩემთვის ეს მანერა სასიმღერო არის მიუღებელი აბსოლუტურად. ეს ბგერა, ეს ბგერის ეს შემადგენლობა, ეს ობერტონები, ცხვირისმიერი ბგერები და არასწორად დაყენებული ფრაზირებები. არ იყო ეს კარგი გამოსვლა. ტექნიკურადაც შესრულება ძალიან ბევრი ხარვეზებით იყო და ბევრი შეცდომა იყო. საბოლოო ჯამში ვერც ხვდები რა მომეწონა, უფრო მეტი რამ არ მომეწონა. ეს არის ჩემი შეფასება და შესაბამისად ვერდიქტიც. რაც მომეწონა შენში, ეს არის შენი ინდივიდუალიზმი, რომელიც შესაძლოა სხვა სიმღერებში ძალიან გამოგვადგეს და ძალიან კარგიც იყოს. შესაძლოა. მაგრამ ამ სიმღერას ეს მანერა რომც მოხდენოდა, იმდენად ბევრი არასწორი ფრაზა ქონდა, აი კარგად გამიგე, რომ არ იმსახურებს მოკლედ შემდეგ ეტაპზე გადასვლას ეს რა. მოდი ვერ მე ვამბობ არას. ხო, მეც სამწუხაროდ არა უნდა გითხრა. მეც ვამბობ არას და შენ გაქვს 3 არ. მადლობა. მადლობა შარა. ძალიან კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, რომ შეყვარებულები ერთად ყოფილიყვნენ ამ ჩვენს შოუში, მაგრამ ჩვენ ობიექტურად ვერ გავექცევთ. ხო, ერთმა უნდა უგულშევადგინოს მეორეს. კაი, ხანბაიც გასწორ. კოკო, არ გემშვიდობებით, წინ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს შეხვედრა და რაც მთავარია ერთი ოქროს ბიჭის გულშემატკივრობა, რომელიც გააგრძელებს ამ პროექტში მოღვაწეობას და ძალიან დიდი ამბები გველოდება წინ. აბა თქვენით გელოდროები. არ გითხარით თუ შეიძლება? კარგად. აი როგორი რაღაცა ბედისწერის ამბავი იყო მე მგონი. წინდა ხანძრემული ხან სიყვარული ხან. ისეთი ბედნიერი შემოვიდა და მე უცებ საერთოდ თავისი ამბავი. იმდენად ინერვიულად თვითონ კოკოს ამბავი. ხო, რთულია. მე ვარ ნიკა დოკაძე გორიდან. ნუ გორიდან არა, თლა იძულებით გადაადგილებული ვარ ცხინვალიდან. ცხინვალიდან წამოსვლის შემდეგ რამდენჯერმე შევიცვალე საცხოვრებელი პირობები და ადგილი და ახლა კერძოდ გორში ვართ. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი აქ არ მყავს. ნელი ბებია ჩემი, დედა ჩემის დედა, საბერძნეთში ემიგრანტია. იმის გამო რომ ჩვენ მატერიალურად უზრუნველყოფილები ყოფილიყავით, საზღვარგარეთ მოუწია წასვლა. სულ ორჯერ მყავს ნანახი, რადგან ჩემ დაბადებამდე ბებო უკვე წასული იყო. პირველად ნახე, თუ არ ვწდები 12 წლის ვიყავი. პირველი ძალიან ემოციური იყო. პირველმა მე დავინახე და ეგრევე გავიქეცი რაღაცა და ტირილი და ბებოს ინიციატივა იყო ხოლმე ყოველთვის, რომ რაღაც კონკურსში მონაწილეობა მიმიყო რა. სულ მაგას მეხვეწებოდა, რომ მიდი ბებო, გთხოვ, ჩემი ხათრით რაღაც. ეს ყველაფერი აუცილებლად ბებოს ეძღვნება პირველ რიგში. ნიკა დოკაძე. მოგესალმებით, გაგვეცანით. ნიკა დოკაძე 19 წლის გორიდან. დღეს რას შეგვისრულეთ? სახეს როგორ მინდა მოგეთხოვო. ვინ არის შენი გულშემატკივრები? ჩემი გულშემატკივრები აქ არიან და ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის საბერძნეთში, ბებია ჩემი, ემიგრანტი. საყვარელი. მოგითხრა ბებიას და ყველა ემიგრანტს დიდი სიყვარულით და პატივისცემით. გეხვეწები ხა? გავახაროთ ბებია აუცილებლად. აუცილებლად. აბა შენიც. დედა რა რთული სიმღერაა იყო ღმერთო. მე მახსენდება რომ ლოდინი და ოცნებით გადაღლილი ჩემს ქუჩაზე რომ მიყვარდი მინდოდა თქმა ვერ ვედავდი ოდეს ჩემს ღიმილს ხედავდი უნდა მაპატიო როგორ მინდა მოგეფერო შენ μαζί მაპატიე რომ დღეს შენს ხვისი ხარ ნელი ბებო და მე როგორ ბრavo ნიკა მე დღეს მოვალ და გეტყვი რომ თან დამხვე
შენ სიყვარულს მე არ გავხები უშენობას ვერავიდან გოგოებო მე მგონი დღეს ბებოს გავახარებ მაინც არ გაბედო წრეები მოვალ და მოგეფერები უნდა მაპატიოს ოჩახ დღეს შენ ალამაზი ხარ ოჩახ მაგრამ მინდა დავიჯერო რომ დღეს შენ სხვისი ხარ მაპატიე რომ დღეს შენ სხვისი ხარ გათაკაშს უკრავს. ორა მაგარი რაღაცა იყო. ხო საერთოდ გადააბრუნეთ და გადაატრიალეთ და გაალამაზეთ. ძალიან რთული სიმღერა დაგიწერია ბავშვმა. ძალიან იწვალა, ძალიან. მაგრამ გაართვა თავი. გაართვა თავი. ნიკა, მე მხოლოდ მოგიწოდებ, რომ იყო ზომიერი ყველაფერში. აი ეს შენი მელიზმები, ცოტა ბევრი იყო, ბევრი სიტკბო იყო, ბევრი სიტკბოც არ ვარგა. ძალიან მუსიკალური ხარ, უზომოდ მუსიკალური ხარ, მთლიანად მუსიკაა შენში და ოჩახ, მაგარი ბიჭი. ოჩახ, ნიკა, ჩემგან შენ კი გაქვს. ოჩახ! ნიკა. პირველი კი გვაქვს. ოჩახ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნამღერი იყო ამ კონკურსში. მადლობა. ნიკა. მოდი რა. უფრო მოდი გაკოცე. ყველაზე მაგარი ეხა რაც იქნება, ჯერ არ არის მესამე კი და ეს მესამე კი რაო როგორ ღელავს შენ. მოდი ხო, მესამე კი უთხრათ ბებოს, ოღონ დაურეკოთ რა, იქ რა, საბერძნეთში გვაქვს მაგის საშუალება? ბებოს ურეკავ? ხო. რა მაგარია. ბატონელი გირეკავენ და აიღეთ გთხოვთ. მე როგორ ხარ? აბა, ბებო მიცანი? აბა ვინა. ნიკას აქვს ჯერჯერობით 2 კი და მესამე კი საიხა ვეუბნები და ნიკა არის გადასული შემდეგ ტურში, იმიტომ რომ მაგარი მიჭიერია და მაგრას მიჭერია. ბრავო. ნელი ბებო, ეხლა წარმომიდგენია რა ემოციებში იქნებ. ბრავო. მადლობა დიდი. მადლობა. რუსა მიყვარხარ რუსა. დაუფასდა ესეთი რისკი და ესეთი ექსპერიმენტი. მაგრა იმღერა? მაგარი ბიჭი. საქართველოს ხმის კასტინგები დასრულდა. ჟიურიმ უკვე შეარჩია 42 ნიჭიერი მომღერალი, რომლებიც გადავიდნენ შემდეგ ტურში. და სწორედ ამიერიდან იწყება შოუს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. დიდი გადარჩევა. 3 მონაწილე ფლობს ოქროს ბილეთს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი უკვე პირდაპირ მოხვდნენ საუკეთესო ათეულში. დანარჩენებს კი ძალიან დიდი ბრძოლა ელით მეორე ტურში, სადაც კონკურენცია ისეთი დიდია, როგორც არასდროს. ზუსტად ერთ კვირაში ჟიური პირველ დავალებას მისცემს ჩვენს კონკურსანტებს, რომლის შემდეგაც შოუში დარჩება მხოლოდ 14 მომღერალი. 14 რჩეული, რომელიც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება მთავარ მიზანს, გახდეს საქართველოს ხმის საუკეთესო ათეულის წევრი და იმღეროს დიდ სცენაზე უკვე პირდაპირ ეთერში. და ეს ყველაფერი მოხდება ზუსტად ერთ კვირაში, მომდევნო სამშაბათს საღამოს 10 საათზე და რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ის ეთერში.